ვაგრძელებთ ჩვენ ლექციას DNM-ის უჩვეულო ფორმების შესახებ, კერძოდ G კვადრიპლექსების შესახებ. ლექციის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ აი ამ კვადრიპლექსების ძალიან საერთო მახასიათებლებზე, გუანინის როლზე ამ კვადრიპლექსების წარმოქმნაში და ჩვენ ვილაპარაკეთ, აგრეთვე ვისაუბრეთ G ტეტრადული გულის კლასიფიკაციის პრინციპებზე. ჩვენ თქვით, უბრალოდ ვიხსენებთ ახლა, რომ ჩვენ გვაქვს ორი დაკავშირებული ფაქტორი, ჯაჭვების ფარდობითი ორიენტაცია და გლიკოზიდების კონფიგურაცია, ცისანანტი. და ამის მიხედვით ჩვენ წინა სლაიდზე ზუსტად ქონდა 4 ფორმაზე საუბარი, კიდევ სხვადასხვა მარყუჟები გაჩვენეთ, როგორ შეიძლება მარყუჟები იყოს განლაგებული, როგორ შეიძლება იყოს ჯაჭვები 4 პარალელური 3 + 1 2 თქვათ პარალელური არის ანტიპარალელური და ასე შემდგომ. და ეხლა უკვე ჩვენ უნდა გადავიდეთ რეალურად უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე, ადამიანის ტელომერული DNM-ის მოკლე თანამიმდევრობებზე. თქვენ ახლა წინა მასალიდან საბაკალავრო კურსიდან იცით, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტელომერებს ქრომოსომებისათვის, რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ტელომერებს თქვათ გადაგვარებისათვის, ავთვისებიანი გადაგვარებისათვის ამ ფერმეს ტელომერაზე და ასე შემდგომ და ამიტომაც არის განპირობებული ეს დიდი ინტერესი აი ამ სტრუქტურის მიმართ, რომელიც ტელომერებში გვხვდება. ადამიანის მოკლე ტელომერული თანამიმდევრობები ხშირად წარმოადგენენ მოდელს ტელომერების სტრუქტურის მაღალი გარჩევითობის შესწავლისათვის. აქ ჩვენ უკვე მოდელებზე ვლაპარაკობთ ჯერჯერობით. ადამიანის მოკლე ტელომერული DNM-ის თანამიმდევრობისათვის სხვადასხვა G კვადრიპლექსის სტრუქტურები იქნა იდენტიფიცირებული. სხვადასხვა ექსპერიმენტული მდგომარეობისათვის ისინი შეიცავენ 1, 2, 3 ან 4 გამეორებებს და ჩვენ ყველა ამას განვიხილავთ. ჩვენ ვნახავთ ახლა ექსპერიმენტულ მდგომარეობაში იგულისხმება კალიუმის იონები, ნატრიუმის იონები, იგულისხმება თქვათ კრისტალურ მდგომარეობაში, თხეოდ მდგომარეობაში თუ ასე შემდგომ და ჩვენ ნელ-ნელა აი ამ მაჩვენებლებს შევხედავთ. აი მაგალითად ახლა შევხედოთ ჩვენ ამ სლაიდს. მარჯვენა მხარეს გვაქვს გამოხატული სტრუქტურა, კალიუმის შემცველ ხსნარებში ადამიანის ტელომერის ერთგამეორებიანი, აქ D აღნიშნავს დეზოქსის, TTA GGG და ასევე D TTA GGGT თანამიმდევრობები წარმოქმნიან ტეტრამერულ პარალელურ ჯაჭვიან კვადრიპლექსს. აი შეხედეთ, ყველა ჯაჭვი არის პარალელურ მდგომარეობაში, ანუ ის არის მიუთითებს ამ ჯაჭვის ორიენტაციას და ყველა ჯაჭვი არის ერთმანეთის პარალელურ მდგომარეობაში. ესენი შეიცავენ 3 ტეტრადულ შრეს. აი შეხედეთ, 3 ტეტრადული შრი არის აქ. ყველა გუანის აი ამ ტეტრადულ შრეში გააჩნია ანტიგლიკოზიდური კონფორმაცია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მარყუჟის ზეგავლენის გარეშე ეს სტრუქტურა ალბათ ყველაზე უფრო სასურველი. ანუ აი ამ სტრუქტურაში ერთგამეორებიან სტრუქტურაში ჩვენ ვერ ხედავთ მარყურს, ჩვენ გვაქვს 4-ვე ჯაჭვი პარალელურ მდგომარეობაში, 4-ვე ჯაჭვი არის გუანინი და ალბათ ეს მარყუჟის ზეგავლენის გარეშე ეს სტრუქტურა ალბათ ყველაზე უფრო ადვილად მისაღებს სტრუქტურათა რიცხვს განეკუთვნება. კარგით. ეხლა შევხედოთ ორ გამეორებიან ტელომერულ თანამიმდევრობას. კალიუმის შემცველ კრისტალში. თანამიმდევრობა შემდეგია TAGGG T, მერე ისევ TAGGG T. აი ეს ტელომერული ორგამეორებიანი თანამიმდევრობა კალიუმის შემცველ კრისტალში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ კრისტალში, იმიტომ რომ ჩვენ ნახავთ რომ სითხეში სხვანაირ სტრუქტურას წარმოქმნის დიმერულ პარალელურ ჯაჭვიან პროპელერის ტიპის G კვადრიპლექსს. ამ სტრუქტურაში ყველა გუანის გააჩნია ანტიკონფორმაცია, ღრმულები საშუალო ზომისაა და ორი მარყუჟი პროპელერის ტიპისაა. თქვენ ხედავთ, აქ უკვე მარყუჟი ჩნდება. მართალია 4-ვე ჯაჭვი პარალელური მიმართულება აქვს, შეხედეთ აი ამ ჯაჭვებს, მაგრამ აქ ჩნდება მარყუჟი, რომელსაც პროპელერის ესე იგი ტიპის არის და თლიანად ეს სტრუქტურა პროპელერის ტიპის G კვადრიპლექსია. თქვენ შეხედეთ ამ მარყუჟებს და ამ სტრუქტურას თუ შეხედათ, მართლა რაღაცნაირად პროპელერს გვაგონებს აი ეს სტრუქტურა. ეს როგორც გითხარით, არის ორგამეორებიანი ტელომერული თანამიმდევრობა კალიუმის შემცველ კრისტალში. ეხლა იგივე თანამიმდევრობა ოღონდ კალიუმის შემცველ ხსნარებში
გარდაქმნას განიცდის პარალელურ და ანტიპარალელურ დიმერულ G კვადრაპლექსებს შორის. აი ამ შემთხვევაში თქვენ ამ სურათზე გამოსახული გაქვთ ანტიპარალელური, იმიტომ რომ ორი ჯაჭვი არის პარალელური მდგომარეობით, მოპირდაპირე ჯაჭვები კი არიან ანტიპარალელური მდგომარეობით. ეს ისე როგორც გითხარით, იცვლება ამის ურთიერთგარდაქმნას განიცდის და მათი დახვევისა და გაშლის სიჩქარეები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. კარგით? შევხედოთ ახლა კიდევ შემდეგ შესაძლებლობას. ახლა ადამიანის ჩვენ აქამდე ვლაპარაკობდით ერთგამეორებიანი და ორგამეორებიანი DNM-ის ტელომერულ სტრუქტურებზე. ახლა ადამიანის სამგამეორებიანი ტელომერული თანამიმდევრობა. აქ ნუ თანამიმდევრობა თქვენ გამოცდებზე რა თქმა უნდა ეს არ მოგეთხოვება, ჩვენ უბრალოდ ვლაპარაკობთ რომ ეს სამგამეორებიანი თანამიმდევრობა მე აქ უბრალოდ წაგიკითხავთ. ეს არის D, მერე G G G T T A G G G T T A G G G T. აი ეს სამგამეორებიანი თანამიმდევრობა ნატრიუმის შემცველ ხსნარებში წარმოქმნის ასიმეტრიულ დიმერულ G კვადრაპლექსს. რომლის G ტეტრადული გული ერთი ჯაჭვის სამივე ტრაქტს მოიცავს და მეორე ჯაჭვის მხოლოდ სამი ბოლოს G ტრაქტს. ამ სტრუქტურას 3+1 ეწოდება. ჩვენ ასეთი ტიპის ისინი განვიხილეთ. ახლა შევხედოთ რატო 3+1, იმიტომ რომ სამი ჯაჭვი არის ერთი მიმართულებით, ხოლო მეოთხე ჯაჭვი არის განსხვავებული მიმართულებით. და ერთი ტეტრადული გული ერთი ჯაჭვის სამივე G ტრაქტს მოიცავს. ეს არის კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ ადამიანის სამგამეორებიანი ტელომერული თანამიმდევრობა ნატრიუმის შემცველ ხსნარებში. ახლა უკვე 4-გამეორებიანი ადამიანის ტელომერულ სტრუქტურაზე. ამ შემთხვევაში არის A G G G და მერე T G G G სამჯერ. აქ ჩვენ გვაქვს კვლავ ნატრიუმის შემცველ ხსნარებში და ეს ადამიანის 4-გამეორებიანი ტელომერული სტრუქტურა ნატრიუმის შემცველ ხსნარებში წარმოქმნის კალათის ტიპის G კვადრაპლექსს. ამ სტრუქტურის გული შედგება 3 სინ ანტი G ტეტრადებისაგან და თვითონ ჩვენ გვაქვს ასეთი ესე იგი ჯაჭვების ორიენტაცია მაღლა დაბლა და როგორც შედგება როგორც გითხარით ამ სტრუქტურის გული 3 სინ ანტი G ტეტრადებისაგან შედგება. აქ უკვე თქვენ ხედავთ გვაქვს კიდევ თუ არა კიდევ ერთი სტრუქტურა უნდა განვიხილოთ, იგივე 4-გამეორებიანი სტრუქტურა კალიუმის შემცველ კრისტალებში პროპელერის ტიპის პარალელური ჯაჭვიან G კვადრაპლექსს წარმოქმნის. იქ თუ ბასკეტის ტიპის, კალათის ტიპის მსგავსი ქონდა, აქ ჩვენ გვაქვს ამ კალიუმის შემცველ კრისტალებში პროპელერის ტიპის პარალელური ჯაჭვიანი G კვადრაპლექსი, რომელიც შეიცავს 3 G ტეტრადულ შრეს. ნუ ყველგან პრაქტიკულად 3 G ტეტრადული შრე ქონდა. ყველა გუანინი არის ანტი, მარყუჟები არის შებრუნებული, ორჯაჭვიანებია და 4 ღრმულის საშუალო ზომისაა. ეხლა რა თქმა უნდა, იბადება ასეთი შეკითხვა. რისთვის გჭირდება ჩვენ ასე დაწვრილებით ამ შესაძლებელი სტრუქტურების G კვადრაპლექსების შესაძლებელი სტრუქტურების შესწავლა. რა შეიტყვით საქმე, მე თქვენ ლექციის დასაწყისში გითხარით, რომ G კვადრაპლექსები ეხლა უკვე არიან ინტენსიური სამიზნეები სხვადასხვა პრეპარატების ზემოქმედების გამოცდისათვის, განსაკუთრებით ეს ანტისიმსივნურ პრეპარატთა რიგს განეკუთვნება და ჩვენ კიდევ ვნახავთ ლექციის შემდგომ ნაწილებში, რომ G კვადრაპლექსები საკმაოდ გავრცელებულები არიან, საკმაოდ დიდი რაოდენობით გვხვდებიან და შეუძლებელია ჩვენ შევქმნათ პრეპარატი, რომელიც ნებისმიერ ტიპის კვადრაპლექსს ამოიცნობს და მას ფარმაკოლოგიური ღირებულება ექნება. აუცილებლად პრეპარატი სპეციფიკური უნდა იყოს, ვინც ახლა ჩვენ პათოლოგიების ლექციებს დაუგდებს ხურ ჩვენ ასეთ ასპექტებს ძალიან ხშირად შევეხებით და ზუსტად აი ეს სხვადასხვა სტრუქტურები არის გასაღები მომავალი წამლების სპეციფიკურობის განვითარებისა. კარგით. ახლა შევხედოთ ადამიანის ტელომერული მოკლე RNA-ის თანამიმდევრობას. თქვენ ახლა ტელომერების სტრუქტურა იცით, როგორც ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩვენ სემინარზე უნდა ჩააბაროთ მასწავლებლებს, ეს ბაკალავრეთის კურსიდან კიდევ სხვა დამატებითი მასალა ტელომერების სტრუქტურების შესახებ და ამიტომ არ გაგიურდებოდ ტელომერებში, როცა ჩვენ ლაპარაკობთ RNA-ის თანამიმდევრობებზე.
ადამიანის ორგანმეორებიანი ტელომერული RNA-ის თანამიმდევრობა აქ R არის თუს მაგროთ, იმიტომ რომ რიბოზა გვაქვს UA GGG UA GGG U როგორც ნატრიუმის ასევე კალიუმის შემცველ ხსნარებში წარმოქმნის პროპელერის ტიპის პარალელურ ჯაჭვიან დიმერულ G კვადრაპლექსს. აი ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად ერთი სტრუქტურა და საერთოდ ტელომერული RNA-ის სტრუქტურებს როგორც კალიუმის ასევე ნატრიუმის შემცველ ხსნარებში კონსერვაციული ტოპოლოგია გააჩნიათ. ეს განსხვავებული ადამიანის ტელომერული DNA-ისგან, რომელსაც მრავალმხრივი კონფორმაციები ახასიათებს და ჩვენ ზუსტად ვნახეთ, რომ მართლაც ადამიანის ტელომერულ DNA-ს მრავალმხრივი კონფორმაციები ახასიათებს. აი ამ შემთხვევაში ამისგან განსხვავებით ადამიანის ტელომერული RNA-ის სტრუქტურებს, როგორც კალიუმის ასევე ნატრიუმის შემცველ ხსნარებში კონსერვაციული ტოპოლოგია გააჩნიათ. და მე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ გადავიმეოროთ აი ამ ტელომერების სინთეზი როგორ ხდება ფერმენტ ტელომერაზის მიერ, რომ კარგად ჩავწვდეთ აი ამ თქვათ მონაცემების მნიშვნელობას. ყოველივე ამის შემდეგ ლოგიკურად დგება საკითხი. როგორი არის ადამიანის გრძელი ტელომერული DNA-სა და RNA-ის სტრუქტურები? ეხლა ჩვენ განვიხილეთ ეს მოკლე სტრუქტურები, DNA-ის ბევრი ვარიაცია ვნახეთ, RNA-ის სტრუქტურაში მხოლოდ ერთი სტრუქტურა შევხედეთ. ეხლა დგება საკითხი, როგორ არის რეალური სტრუქტურა ტელომერებისა აი ამ მონაცემების საფუძველზე და სხვა მონაცემების საფუძველზე. ამაზე ჩვენ ლექციის შემდგომ მესამე ნაწილზე ვისაუბრებთ. მადლობთ.